მეთod განუცდ გაგახაროთ გაგაძლიეროთ კვლავ სახლის კუთვნილების შეხვედრები გრძელდება და კვლავ ვინც ისნობს ჩვენს საუბრებს და ვინც მნიშვნელობას ანიჭებს მათთვის კიდევ ერთი პატარა მარცვალი და სიყვარულის წვეთი ეწვეთება ამ ქადაგებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ კვლავ თესოთ ეს სიყვარულის პატარა წვეთები, რომ და თესლი, რომ თავისი ასე ვთქვათ ნაყოფი გამოიღოს. ვიცით ჩვენ, რომ ვინც ამა სოფელში ამა ქვეყანაზე შრომობს, იღწვის, ლოცულობს, ხადაგებს, სიკეთეს ცდილობს ყოველ შემთხვევაში აკეთოს, მას ბრძოლები ექნება და უნდა იყოს ეს და გასაკვირია არაფერი არ არის. მისთვის და ესეთი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი ის, რომ ჩვენ უნდა გავუმარგლოთ ჩვენ საკუთარ თავში ის, რაც უარყოფითია, სარეველა, ამოგლიჯოთ. და უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი თავის გამოსწორებით და არა აი ვიღაცის გამოსწორებით, რომ იმის ბრალია, ის არის ესეთი, ეს არის ესეთი, ამის ბრალია, დროის ბრალია, ამის ბრალია და ეს ძალიან პრინციპში ერთი მხრივ რომ სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობისთვის მავნეა ერთი. მეორე უნაყოფო და მესამე ის რომ ამ დროს ადამიანი აბსოლუტურად უნაყოფო და თავისადმი საზიანო ენერგოვამპირიზმს აწარმოებს, ანუ თვითვამპირიზმს აწარმოებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამითი განკითხვითა და სხვისი გასამართლებით კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის გამარგვლით, საკუთარი სულიერი ბაღის გაწმენდით უნდა დავიწყოთ და გამოვასწოროთ ჩვენი საკუთარი თავი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვევალება ეს ყველა ყანაში ამოდის სარეველა. ყველა ადამიანში არ არის ესეთი ადამიანი, სადაც სულიერი სარეველა არ ამოვიდეს. ვინ არის უნაკლო და უმციკლო? ყველაში არის ეს. მაგრამ როდესაც სარეველა ბალახი იზრდება და ასე ვთქვათ, უკვე მზეს უფარავს და ჩრდილავს კეთილშობილ მცენარეებს და სათნოებებს, ხომ აქ ანალოგია რო გავაკეთო. და კარგი მოსავლის აღებას ხელს უშლის, ანუ ის 7 ნიჭი, რომელიც მოგეცა შენ სულიწმიდის მიერ, ეს სარეველა უშლის 9 ნაყოფის გამოღებას, მაშინ ესეთი მავნებელი სარეველა უნდა იქნეს ამოძრობილი და ამოგლეჯილი. დროზე უნდა იქნეს, დროზე. მაგრამ მერე გვიანია უკვე და მერე მიხვდები, რომ შეცდომა იქნა დაშვებული და ის შეცდომა კი არის ყოველთვის გამოსწორებადი. მაგრამ ადრე გამოსწორება ამ შეცდომის უფრო ადვილია მეტნაკლებად, ვიდრე უკვე ფესვგადგმული, ესე ვთქვათ, ღვარძლი, ხო? ამიტომ თავიდან ეს სარეველას ვთქვათ, გარეგნულად მიაგავს თითქოს კეთილშობილ მცენარეს, ანუ იმიტაციას აკეთებს. ეს იმიტაციაა. აი, ბევრი ფიქრობს, რომ ქრისტიანულად ცხოვრობს. ბევრი ფიქრობს, რომ თავის სიყალბეს ფარავს, თავის ასე ვთქვათ, იმიტირებას ქრისტიანული ცხოვრებისა ფარავს, თავის ნიღაბს ფარავს, მაგრამ არაფერი არის დაფარული, ყველაფერი გამოჩნდება. გონია რომ თითქოს ეს სარეველა გავს კეთილშობილ მცენარეს და ვერ გაარჩევ. როგორც აქ ერმის მწყემსის ვიზიონერი იყო და ასეთ გამოცხადებები ჰქონდა მას და ერმის მწყემსში გახსოვთ, რომ აპოსტოლური მამა არის, ხო? ღვთისაგან მიცემული ჰქონდა მას ხედვები, რომ შენ აქ ვერ გაარჩევ, რომელი ხე არის გამხმარი ზამთარში. და რომელი ხე არის ზამთარში, ანუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, და რომელი ხე არის ჯანმრთელი. აი, როდესაც გაზაფხული მოვა და სასუფეველი წინაშე წარსდგები რა, აი მაშინ რომელი ხე გამოიღებს სიმწვანეს და რომელი არის გამხმარი და დარჩება უფოთლებოდ და უმწვანო, არა მწვანედ. აი, მერე მიხვდები რომელია მწვანე და რომელია ცოცხალი ხე და ნედლი და რომელია გამხმარი და გამოფიტული. ასევე არის აქ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში. გავს, მაგრამ იგივე არ არის. გონია რომ კეთილია, გონია რომ კარგია, გონია რომ უყვარხარ, გონია რომ სათნოა, გონია რომ რა კარგი ადამიანია და რა კარგი სულიერია. სინამდვილეში ტიპიური ენერგოვამპირია და დაფარული სულიერი თავდამსხმელია და მტაცებელია. და ისე გამოგწევს სულიერ ენერგიას, რომ კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ დიდი ხანია სხვა ასე ვთქვათ, ეტაპზე შენი ცხოვრებისა თუ კიდევ გადააწყდი, კარგი დონორი შეიძლება ისევ აღმოჩნდე. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი ხანი მოგიწევს ენერგიის აღდგენა. ამიტომ ღვარძლი გავს თავიდან ხორბალს და ვერ ხედავ და ვერ გზნობ და ამ მიწიერ ცხოვრებაში ეს
იმიტაცია და ეს სიმბიოზი, ასე ვთქვათ, მუშაობს, მაგრამ ძალიან მცირე ინტერვალზე, ვიდრე ზამთარია. ვიდრე შენი გონება და გული და გონება და შენი სულიერი სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე და სხვა გრძნობების ატროფირებული მდგომარეობა, დახშული და დაბინძურებული ვერ გრძნობს ამას, მაგრამ როდესაც შენი შემეცნების ორგანოები განიწმინდება და განიღმრთობა, მაშინ ხედავ და გრძნობს და ამიტომ არის ნათქვამი, ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც თვალი აქვს იხილოსო. თუ შენ იყურები და ვერაფერს ვერ ხედავ, იგებ და არაფერი არ გესმის, ეს ზეცის ბრალი არ არის, ეს შენი განუვითარებლობის ბრალია და განურჩევლობის და დაუნახვებლობის და გაუგებრობის, რომელიც იქნება გადალახული თუ კი შენ ქრისტეში შენს შემეცნების ორგანოებს განსმენთ. ამიტომ სწორედ ამ მიზეზით გარკვეულ დრომდე ხორბალსა და ღვაწლს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევ რა, ორივე რომ არ მოწყვიტო, ამიტომ ტოვებ მათ ერთად. ბრძენი ადამიანი აფექტურ და ისტერიკულ და ასე ვთქვათ რაღაც ფანატიკურ ძალისხმევას არიჩენს და გვერდიგვერდ ტოვებს მათ და აცდის რომ გასაგები და გაცნობიერებადი გახდეს. ანუ გახდეს შენთვის ცნობადი ისენი და ის მოვლენები და ის ადამიანები და ის ფაქტები თუ ის სულიერი ნოუმენები, რომლებიც შემდეგ გარკვეულ ფენომენებს ბადებენ. მანამ სანამ ისინი მომწიფდებიან. მაცხოვარმა ბრძანა, რომ ცათასასუფეველი მსგავსია კაცსა, რომელმაც თავის საყანეში კარგი თესლი დათესა. მაგრამ როდესაც ეძინა ხალხს, როდესაც ეძინა მრევლს, ეძინა ადამიანს, ავიღოთ სულიერი ძილით, საღათას სულიერი ცოდვილი ძილით, მოვიდა მისი მტერი და ამიტომ არის ნათქვამი იღვიძებდით და ლოცულობდით სულ. მოვიდა მტერი, ანუ დემონური გავლენა, თავდასხმა, სულიერი მტაცებელი მოვიდა და ღვარძლით ჩათესა ყანაში და წავიდა. კი არ გაჩერდა, წავიდა. ანუ ის ლოკალური მოქმედება გარკვეულ ლოკალურ ინტერვალზე ვრცელდება, როცა მან შემდეგ ნაყოფი გამოიღოს, ან ნაყოფის გამოღების იმიტაცია გააკეთოს უпроსტად, იმიტომ რომ ბოროტება მოკლე ინტერვალზე მუშაობს. მანამ სანამ იგი აღმოცენდება და დროებით მოჩვენებით ნაყოფს გამოიღებს, რათა მცირე ინტერვალზე მომუშავებამ ილუზია შეუქმნას მისი ხანგრძლივ ინტერვალზე მუშაობისა. ეს არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ბოროტება ყოველთვის ონტოლოგიური საწყისი არ აქვს და იგი მუშაობს და არსებობს მაშინ, როცა მას შადიან და მხოლოდ ფარდობითი არსებობის ფორმა აქვს პარაზიტირებისა და ასე ვთქვათ დამოკიდებულებისა და აბერაციისა თავის დროზე კეთილი ნაყოფის და კეთილი ფუნქციისა და ეს დიდი თემაა. ამიტომ ღვარძლით ჩათესა ყანაში და წავიდა, როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმას მაშინ იჩინა თავი. ყველას გაუკვირდა. საიდან გაჩნდა ყანაში? ეს სარეველა და ყანის მუშები მზად იყვნენ, მოეზირკვათ ის, მაგრამ ყანის პატრონმა უფალმა უბზარამა და ურჩია. ედროვებინათ. მოკლე ინტერვალზე ნუ იმუშავებთ. აცადეთ ინტერვალს, პაუზა გააკეთეთ. ნუ იქნები ინსტინქტური, ნუ იქნები იმპულსური. ადროვე რომ როდესაც წამოიზრდებოდნენ ხორბალისა და ღვარზიც, მას მაშინ ჰქონდა უფლება მომკელებს უნებურად, ასე ვთქვათ, რომ არ გაეფუჭებინათ ხორბალიც და გარევნო ხორბლისთვის, მაშინ მიეცა უფლება მათ იმისაც, რომ მომკის უფლება, ანუ აღების უფლება მოსავლის. და მომკის დროს ღვარზი შეეკრათ მერე და კონებად და ასე ვთქვათ, ცეცხლში დაეწვათ, ხოლო ხორბალი კი ბეღელში დაებინავებინათ. ანუ ეს მეტაფიზიკური გარჩევა სულებისა, რომლის საშუალებას ჩვენ სულიწმინდა მოგვცა, ქრისტემ მოგვცა მისი ღვთივ გამოცხადებული სწავლებით მართლმადიდებელი ეკლესიისა, ჩვენს გვავალებს ამისა, რომ გავარჩიოთ მარჯვენა და მარცხენა, ხორბალი და ღვარძლი, სიკეთე და ბოროტება. როდესაც ქრისტეს მოწაფეებმა სთხოვეს მოძღვარს აეხსნა მათთვის ეს იგავე მაცხოვრმა, ძალიან ღვთაებრივად უბრალო, ღვთაებრივად ნათელი პასუხი მისცა მათ. საღი თესლი მთესავით ზეკაცისა, ანუ უფალი ქრისტეა. ყანა არის ქვეყანა, საღი თესლის სასუფეველის ძენი არნია. ხოლო ღვარძლი უკეთურის ძენი, ღვარძის მთესავი მტერი ეშმაკია. ანუ დემონური ძალები.
კა ქვეყნის დასასრული და მომკალნი ანგელოზები, როდესაც შეკრებენ ღვარდსა და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს. რადგანაც მოავლინებს ზეკაცსა თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველივე სასთურისა და ურჯულოების მოქმედ და ჩაყრიან მათ სახმლის ცეცხლში. ხედავ? და იქნება იქ ტირილი და ხრჭენა კბილთა, მაშინ მზესავით გამოგწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. აი ესეთი საოცარი ღვთაებრივი იგავია და სულიერი ფაქტი აქვს მოხსენიებული და ეს ჩვენთვის ყველასათვის საოცრად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს ამ აპოკალიფტურ პოსტსაბჭოთა დროში. როდესაც ჩვენ დრონი და ჟამნი ჩვენთვის უცნობია არიან, მაგრამ შეგრძნება და გრძნობა განცდა ცოდნა იმ ასე ვთქვათ, ციკლების დამთავრებისა თუ დასაწყისის ახალი პერიოდებისა, გარდამავალი პერიოდებისა და კრიზისისა და საოცარი ასე ვთქვათ, ესქატოლოგიური მოვლენების შეგრძნებისა და წვავე ნეგატივის განცდა, რომელიც ტრიალებს როგორც სულიერ მენტალურ ატმოსფეროში, ასევე ემოციონალურ სფეროში, ასევე სოციალურ ქსოვილში და ხილულთა ხორციელ, ასე ვთქვათ, სივრცეში. ტრიალებს, იმიტომ რომ ძალიან შორსავად ჩვენ ჯანმრთელი მენტალური მდგომარეობიდან ძალიან შორსავად ჩვენი სოციალური ქსოვილი ძალიან შორს არის და არ არის ჯანმრთელი სოციუმი, ანთროპული ქსოვილი და ანთროპული ასე ვთქვათ სივრცე დაზიანებული და ანთროპული ცვლილებები არის შესული პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანებში. არ აქვს აქ ასაკის მნიშვნელობა, ახალგაზრდა, ხან შესული თუ შუა საუკუნის არა, ცენზი არ აქვს დაზიანებას და ანთროპულ ცვლილებას და ასევე ცენზი არ აქვს განკურნებას და გამოსწორებას. უფალი არ თხოვს ბოროტებას, იმიტომ რომ ბოროტების თემა დიდი ხანია ჩვენ ახსნილი გვაქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და ჩაღრმავება უნდა ამას და ახსნილი და პასუხები ამაზე სწორად და მართლად დასმულ კითხვებზე იყო, არის და იქნება, მაგრამ როგორც იგავშია ნათქვამი, მარგვლისას ღვარდს ჯეჯილიც რო არ მიაყოლონ, ამისათვის პაუზა გაკეთებული და აცდის, რათა ცოდვილთა გმობისას და დაჟესეს არაფერი ვაგნოთ სათასასუფლელის ზედ კეთილ და სათნო მრევლს და ადამიანებს. ამის გარდა ისედაც ხდება ხოლმე, რომ ვინმე ცოდვიანი კაცი თუ გამოსწორდება და აცდის უფალი და დიდია მოთმინება უბნისა. მოთმინება ჩვენია წატარა და ასე ვთქვათ, ჩვენი მოთმინება უსუსური და ადამიანური ფაქტორი არ გვაძლევს ხოლმე ჩვენ დიდ მასშტაბს, მაგრამ ხანდახან რომ დავაკვირდებით, უფლის მოთმინება უსასრულო და დაუსაბამოა. საოცარი რესურსია უფლის მოთმინებას. აცდის და სამი წერტილი. რომ ღვარძლიდან გადაიქცეს იქნებ ჯეჯილად. მაგრამ სამწუხაროდ ხოლმე ხდება, არ ხდება ეს, სამწუხაროდ ხოლმე. და სამწუხაროდ აქ არანაირი ნიშნის მოგება და სიხაული არის ვინმეზე უფლის საგან, რომ ვინმე რაიმე ცოდვაში გამოიჭეროს ან რაღაცა ასე ვთქვათ სისუსტეში და უმადურობაში და დასაჯოს. პირიქით არ ამნებავ სიკვდილით ცოდვის არ მოგცემ ცხოვრების, მაგრამ როდესაც ადამიანის უმადურობას, უგუნურებას, ღალატს, ღვარდს, ბოღმას, შურს, ბოროტ თვალს, ბოროტ ენას აწყდება დღევანდელი ქრისტიანი და ხედავს გარკვეულ მოთმინებას იჩენს, რა თქმა უნდა, ჯვარს სახავს, შეუნდობს, მაგრამ პასუხი ერთია ამაზე, რომ შენი საქმე აკეთე, შენი კეთილი ცხოვრება უფლის მიერ არჩეული, უფლის ქრისტიანული ცხოვრების მსოფლმხედველობის და მსოფლშეგრძნების მიხედვით აკეთე. დანარჩენი და გამოსწორების იმედი და უკეთესად გახდომის იმედი იქონია შენი საკუთარი თავისას და სხვისაც. მაგრამ ნუ განეკითხავ, ნუ იმათ ხატებაზე ნუ გადახვალ, ღვთის ხატებაზე გადადი და არა ვინმეს ხატებაზე, ადამიანის ხატებაზე. ღმერთს ქრისტეს მიემსგავსე მადლით და ემსგავსე იმ თავარ ხორბლის მომცემს, იმ წყებს, იმ პატრონს, იმ ხანისა, რომელმაც მოგცა ის შვილი მისი სულიწმისა, რომ ცხანაყოფი გამოიხო და გამოსწორდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ცხოვრებაში არავინ არის განწირული დაღუპვისათვის. ღმერთს გერები არ აქვს, ღმერთს ყველა შვილები აქვს.
ყველას ეძლევა საშუალება მოინანიოს, გადაერჩინოს თავი და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოიწურება ჯვარეწერია ყველას ადამიანს მისი სასიცოცხლო ვადა, დგება მტკის დღე და მისი წარსული ცხოვრების შეჯამება ხდება. ამიტომ ექსტრემალურ სულიერობაში ვარ გადავიდეს ადამიანი და ეცადოს რომ მისი სულიერი ძალა აქ ამ ცხოვრებაში ის სულიერი პოტენციალი რაც მას მიესა, როგორც ხატება, მსგავსება წარმატებით გადააქციოს, ამისათვის ყველა მაქსიმალური და მინიმალური თუ მაქსიმალური პირობა აქვს მინიჭებული. დაწყებული სახის კუთხეები და როდესაც დღეს აღვასრულებთ გამოჯახის სულოცავ დამთავრებული სხვა წესები და კანონები. ამიტომ ეცადოთ რომ მეტი მადლით, მეტი ნდობით, მეტი სიყვარულით, მეტი გააზრებით, მეტი ერთგულებით, მეტი გულახდილობით, გულწრფელობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეცადოთ მოვინდომოთ და გავთლიანდეთ ქრისტეში. რაც აუცილებლად კეთილ ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარულით და